მოგესალმებით მეგობრებო, სამედიცინო სიახლეებს მიმოვიხილავ. უნდა დავიწყოთ რა თქმა უნდა ისრაელის ამბით ამ საკითხის იგნორირება შეუძლებელია, რეალურად მთელი მსოფლიო მოიცვა ამან და მით უმეტეს ჩვენი ძალიან ბევრი ქართველი იქ არის და პირველ რიგში მასზე შეგვტკივა გული და მათი უსაფრთხოდ ყოფნა მნიშვნელოვანია და მეორეს მხრივ რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია ის რომ მალე გადაწყდეს ეს საკითხი, რადგან სრულიად თავისუფლად შეიძლება პროვოცირება გამოიწვიოს უფრო დიდი მოვლენების შესაბამისად. იმდენად დიდი პრობლემაა ეს, რომ ამ საკითხის ისე დატოვება არ შეიძლება, თუმცა ჩვენ გავლენა არ გვაქვს ამაზე და უბრალოდ შეგვიძლია ვისურვოთ რა გვინდა. რაც შეეხება საქმეს ახლა, რა სიახლეებია მნიშვნელოვანი მედიცინაში? პირველი რაც საინტერესო იყო ძალიან არის ეს ამბები, რომ მოხდა ტრანსპლანტაცია ღორის თირკმლის. ღორის გულის ტრანსპლანტაციაც იყო ცოტა ხნის წინ და წარმატებული და ამ შემთხვევაში იყო თირკმლის ამბები და ხო, აქ ახლა სიახლე რა არის და კაი რა არის, რომ ახლა რა ხდება, როცა ადამიანს სჭირდება ორგანო, ეხანდელი ის ესეთია, რომ დგებიან რიგი არის ძალიან დიდი, ორგანოები ღირს უზომოდ ძვირი და ელოდებიან რეალურად ადამიანი არ როდის მოკვდება, ან თუ დონორი არსებობს. ამ შემთხვევაში თირკმლის შემთხვევაში შეიძლება ჩვეულებრივ ცოცხალი ადამიანიდან მოხდეს ორგანოს დონაცია. მაგრამ არის ორგანოები, რომელსაც უბრალოდ ელოდებიან, როდის მოკვდება ადამიანი, რომ მისი გული ან რამე სხვა ორგანო გამოიყენო. რა იცვლება ახლა? შეიცვალა იქნება ძალიან ცოტა ნაადრევი ნათქვამი, მაგრამ ძალიან ახლოს ვართ. რეალურად ცოტა ხანში გულისხმობ, რამდენიმე წელს. იმიტომ რომ საქმის 80% გაკეთებულია. რომ ორგანოები გვექნება ყელამდე. ანუ ღორისგან პრაქტიკულად ნებისმიერი ორგანოს მიღება შეიძლება, გულისხმობ რა თქმა უნდა შინაგან სასიცოცხლო ორგანოებს. და მეტიც ცოტა ხანში შესაძლებელი იქნება ადამიანის ორგანოების გაზრდაც ცხოველში. და ეხლა ამ შემთხვევაში სიახლე რა გქონდა, რომ ანუ ამ ადამიანმა რეალურად ღორის თირკმლით იცხოვრა 120 დღე თუ რაღაც. ეს ძალიან დიდი მიღწევაა, იმიტომ რომ ანუ საერთოდ ორგანიზმს ახასიათებს, რომ უცხო სხეულს განდევნის. და ეს განდევნის პრობლემა არის ძალიან დიდი. და ეხლა მოახერხეს, რომ რაღაც გენები ამოიღეს, შეცვალეს მოკლედ რაღაც გენები, რაღაც ცილები ამოიღეს, რაღაც ცილები დაამატეს და შესაბამისად ადამიანისთვის აღარ იყო ეგეთი უცხო ეს ორგანო, რაც ძალიან კარგია და წარმატებით მოხდა მოკლედ ამის გადანერგვა და ადამიანმა საკმაო ხანი იცოცხლა. ეგ უკვე ახლა ტექნიკის ამბავია პრინციპში, დაიხვეწება ნელ-ნელა ეს ტექნოლოგია და ცოტა ხანში მივიღებთ, რომ ადვილად ჩანაცვლებადი იქნება ძალიან ცხოველის ორგანოებით ადამიანის ორგანოს ჩანაცვლა. თეორია ტვინამდე არ მივიდეთ. ტვინი დაგვრჩეს ჩვენ. დანარჩენი ყველა არაფერი პრობლემა არ არის. იმიტომ რომ თავარია ფუნქციას ასრულებს და ტვინია ყველაზე მნიშვნელოვანი. ეხლა შემდეგი საკითხი რა იყო? შემდეგი საკითხი იყო დემენციის ამბები. დემენციასთან დაკავშირებით მოკლედ დაიწყო ეგეთი კვლევა დაიდო, რომ ან ტელომერების დამოკლება არის დაახლოებით ჩვენ უჯრედებში გვაქვს დნმ და დნმ-ს აქვს როგორც დაცვა. დაახლოებით ისე, როგორც ტაფას რო სახელური აქვს ხოლმე ეგრე, რომ ხელი არ დაიწვა. ან მეორე ანალოგია შეგვიძლია ვთქვათ, თასმებს რო თავები აქვს, ფეხსაცმლის თასმებს თავები რო აქვს, რომ არ დაიშალოს. აი ასე დნმ-ს აქვს თავები მოკლედ და ამათ ეძახიან ტელომერებს. და ეს ტელომერები რაც მეტად მოკლდება, მით ადვილად იშლება დნმ, მით ადვილად ზიანდება მოკლედ დნმ და მით უფრო ადვილია რომ
ადამიანს დაემართოს დემენცია. დემენციაც და მით უფრო ადვილი ადამიანს დაემართოს კიბოს, გულის დაავადებებიც და ასე, ანუ ყველაფერი ცუდი. ამიტომ დაადგინდა მოკლედ, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოს, ანუ დეპრესიულად ხარ, კარგად ხარ, კმაყოფილი ხარ, აქტიური ცხოვრებით ცხოვრობ, სიამოვნებას იღებ, ადამიანებთან ურთიერთობა გაქვს თუ დეპრესიულად ჩაკეტილი და სევდიანად და მარტოსულად ხარ. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ეგენი მოქმედებს აი ამ ტელომერების დამოკლებაზე რეალურად. და ეგ არის სიახლე მოკლედ, რომ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მთელი ამბავი ის არის, რომ თუ კი კარგად ხარ და დეპრესიაში არ ხარ, დემენციის რისკიც ხო ნაკლები გაქვს. დემენცია არის ცნობიერება, რომ უარესდება ნელ-ნელა, მეხსიერება, რომ ქვეითდება და კოგნიტიური შესაძლებლობები რომ ეკარგება ადამიანს, შეუქცევადად. ეგაა დემენცია. და არა მარტო დემენციის რისკი აქვს ნაკლები, არამედ ნაკლებად ბერდები, ანუ შენი ტელომერებიც კი უფრო დაცულია. ეგ საკმაოდ მნიშვნელოვანი და დიდი სიახლეა რეალურად, თუ ადამიანი შეხედავს უფრო გლობალურად, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ეგ. და მესამე სიახლეს, რასაც ვიტყოდი, ეს არის ახალი წამალი ელორალინტიდი. ესე ქვია მე მგონი. ელორალინტიდი, ხო, ელორალინტიდი. რამე კაი სახელს დაარქმევენ, მოკლედ მე მგონი დაარქვეს კიდევ ასე ამილინი ალბათ, ხო. აი ეს არის ისა ელი ლილის წამალი, ელი ლილი არის კომპანია, რომელიც მუშაობს ამ წამალზე და ეს წამალი არის წონაში კლების. და ეხლა სიახლე რა არის? ჩვენ ვიცით ის ოზემპიკი, მონჯორნო, ვეგოვი და ესე ძალიან ბევრი კარგი წამალი არსებობს წონაში კლებისთვის. და ეფექტური და უსაფრთხო. მაგრამ ეს ახალი წამალი ეხლა დაიდოს კლებები, რომელთაც საკმაოდ კარგი შედეგები აქვს. და უფრო ჩქარიც არის, ჩქარა აკლებინებს და უსაფრთხოება ძალიან მაღალი. ნუ მექანიზმი პრაქტიკულად იგივეა, რაც სხვების, სწორედ განსხვავებულია, ანუ სხვა ჰორმონები მოქმედებს, მაგრამ ანუ ჩვენც ახლა დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რაზე მოქმედებს, აზრი ის არის, რომ მადას აკარგვინებს ადამიანს და ვეღარ ჭამს ადამიანი და აღარ უნდა საჭმელი, ეგ არის. ძალიან ეფექტურია მოკლედ და ძალიან მაგარი მომავალს უწინასწარ მეტყოლებენ ეფექტურობის კუთხით და ნუ არის იდეა, რომ ეს იმასთან ერთად ტირდეპატიტთან ერთად იქნეს გამოყენებული კომბინაციაში ან მარტო. მოკლედ ძალიან ეფექტურია რა და ან წონაში კლების კუთხით მაგარი კარგი მომავალი აქვს. ეხლა რამდენიმე შეკითხვას უპასუხებ. ხო, მანამდე მინდოდა რა? მინდოდა მეთქვა ის, რომ აი გავაკეთე რეალურად მე ისა პატრეონი, ვისაც ენდომება, რომ არხს დაუჭიროს მხარი, ან ვისაც ენდომება, რომ აი ძალიან ბევრი მწერს ხოლმე პირადად და რაღაცა, ანუ იმდენი მწერს, რომ ვისაც გინდათ, აი აგერ შეგიძლიათ პატრეონზე თან ჩემ არხსაც დაეხმარებით, გამოწერით. და თან კიდე შეძლებთ, რომ ჩემთან კონტაქტი გქონდეთ, ანუ ნებისმიერ სამეცნიერო თემას, რა თქმა უნდა, განვიხილავ თქვენთან, ვინც იქ ჩემი გამომწერები იქნებით ინდივიდუალურად, რა თქმა უნდა, და განვიხილავ თქვენთან და შეძლებთ, რომ სრულფასოვანი ჩემი კონსულტაცია მიიღოთ რეალურად. იმიტომ რომ ანუ აი მაშინ როცა თქვა წერთ ხოლმე რაღაც ესე პირადში ბევრი და რაღაცა, ანუ რომელს რა ნიშნით უნდა უპასუხო ადამიანებს და რომელს აი დღეში როცა შემოდის მაგალითად 50 წერილი, რომელს უნდა უპასუხო,
ხო წარმოუდგენელია ის რომ გულდასმით და ძირფესვიანად უპასუხო ყველას წარმოუდგენელია მით უმეტეს ჩემი დრო შეზღუდულია და ანუ ვისაც ძალიან ჭირდება ექნება შესაძლებლობა აი აგერ მაქვს პატრეონის ლინკი სცენარი ოღონდ რიპო ხო ჩემი ყოველი ვიდეოს ქვეშ აწი დაგხვდებათ მოკლედ ახალ ვიდეოებზე დაგხვდებათ აგერ ვიდეოს ქვეშ პატრეონის ლინკი და აი აგერ შეგიძლიათ დააჭიროთ, გადახვიდეთ და ნუ ეს არის პაკეტები მაქვს $20-იანი, $60-იანი თვეში, $100-იანი, ვისაც ჭირდება რა თქმა უნდა, ისე ანუ უფასოა ყველაფერი რაც ვაკეთებ თქვენთვის, რა თქმა უნდა, 1800-ზე მეტი ვიდეო მიდევს. აგერ გაჩვენებთ. ჩემს არხზე გადავალ. და 1600 ვიდეო ეს ინგლისურზე მიდევს ეს 1800 ეტყობა. ხო. 1600 ვიდეო მიდევს. ანუ 1600 სამედიცინო ვიდეო ჩათვალეთ რომ თითო ვიდეოს უკან დევს დაახლოებით 20 ფურცლიან ნაშრომს ვაკეთებ ხოლმე ყოველი ვიდეოს მიღმა. ანუ ეს 1600 ვიდეო არის 32,000 გვერდიანი წიგნი, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ. 32,000 გვერდი არ არის არც ჰარისონი. ჰარისონი არის 8,000 თუ 9,000 გვერდის. ანუ სამაგიდო წიგნი ექიმებისთვის რაც არის, ის არის 8,000 თუ 9,000 გვერდი. ხო, მე არ ვედრები რა თქმა უნდა ჰარისონს და ჰარისონის ცოდნას არ ვედრები. და არ მაქვს მაგან პრეტენზია, მაგრამ იმაზე ნამდვილად მაქვს პრეტენზია, რომ ანუ საქართველოში თუ ვინმემ დააგროვა აი ესეთი სახით და ესეთი ფორმით სამედიცინო კონტენტი ნამდვილად ვარ პირველი თუ არა ერთ-ერთი პირველი ნამდვილად ვარ, იმიტომ რომ არ მგონია რომ რომელიმეს 1600 კი არა 1000 ვიდეო მაინც ქონდეს გადაღებული. თუ მეტყვით რომელიმეს ვისაც აქვს ძალიან საინტერესო იქნება, იმიტომ რომ ჩემსაც საინტერესოა ვინ არის ასეთი და ძალიან დიდი სიამოვნებით მე თვითონ გავეცნობი ესეთ ადამიანს. ხო, ანუ რის თქმა მინდა ყველაფერს რასაც ვაკეთებ, ყველაფერს არის უფასო. შესაბამისად ანუ არა მაქვს მე იმაზე ისა რა ქვია რომ რაღაცა ნუ ქართული არხი არც არის ყოფილა ჩემთვის ძირითადი შემოსავლის წყარო, შესაბამისად, ხო, და იმისთვის რომ ვინაიდან არის, ვისაც ძალიან აინტერესებს და ვისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია რომ თქვათ ჩემი აზრი მოისმინოს და გულდასმით თუნდაც შევისწავლო ის საკითხი რაც მას აწუხებს და ჩემი აზრი მე უთხრა, ამისთვის გავაკეთე პატრეონი. პატრეონზე არის ესეთი არის რომ მაგალითად აი $20 თვეში შეგიძლიათ რომ თვის განმავლობაში 3 საკითხი განეხილოთ ჩემთან. ანუ 3 საკითხი, ოღონდ ის თითო საკითხი თავიდან ბოლომდე, ისე კი არა რომ თქვათ ერთი წინადადებიან პასუხს კი არ გაგცემთ, არამედ იმ თითო საკითხზე ბოლომდე გაგესაუბრებით. ხო. და ესე, ნუ ვისაც რიში სურვილი ექნება. ხო, ეს ჩემი იმის შესახებ, რა ქვია, პატრეონის შესახებ. რაც შეეხება კომენტარებს, რამდენიმე კომენტარსაც უპასუხებ, რომ ეს რაც ზოგადებია, იმებს ასე რასაც შევლებ უპასუხებ ხოლმე. ასეთი კითხვაა, რომ ანუ ცივი შხაპი ტანზე გადავლოთ თუ არა და თავზეცო. ხო, ანუ ზოგადად იწყებენ ხოლმე ტანით და თავზე ცივლებენ. ოღონდ ნელ-ნელა უნდა დაიწყოთ, გული არ უნდა გაწუხებდეთ და არ უნდა გაწუხებდეთ მაღალი წნევა. ნელ-ნელა უნდა გადახვიდეთ ცოტა ნაკლებად თბილზე, შემდეგ უკვე გრილზე და შემდეგ ცივზე. ცივში არ იგულისხმება გაპინგული წყალი. ნუ ზოგი ადამიანი აკეთებს მაგასაც, მაგრამ არ გულისხმობენ ხოლმე გაპინგულს, გულისხმობენ 10-დან 20 გრადუსამდე წყალს. რისთვის არის კარგი? ნუ თვით შეგრძნებისთვის ძალიან კაია, სადაც 60%-იანი ეფექტურობა აქვს თვით შეგრძნების კუთხით. არის კიდე რამდენიმე თვისება ცოტათი იმუნიტეტს აუმჯობესებს, მაგალითად გაციებების რისკზე, მაგრამ პატარა კვლევები აქვს და ვერ დაეყრდნ ისეთი კვლევები აქვს, რომ თქვა რომ რაღაცა განსაკუთრებულს აუმჯობესებს განწყობის გარდა და სიფხიზლის გარდა გამოგაფხიზლებს, ბუნება განწყობას გაგიმჯობესებს და რა ვიცი, ბევრთვის საქმის ნახევარია და თუ ობიექტურად ვამბობ, ობიექტურად რას
აკეთებს, ობიექტურად ბევრი მტკიცებულებები არ აქვს, რომ კარგია, თუმცა ის სუბიექტური შეგნება, რასაც იძლევა, ძალიან დიდია. ასევე ხო, აი გაციებების კუთხით მცირედი დამცირებს გაციებების რაოდენობას და ეგეც რა თქმა უნდა არის კარგი. ხო. კიდე არის რომ ვინ გადაციება რო არ დაემართოს ადამიანს თუ მაგალითად დიდი ხანი მიიღე ცივი წყალი და ქცივა უნდა გახურდე, ანუ მოძრაობით ან ესე ვარჯიშით. იმიტომ რომ შეიძლება ორგანიზმი გადაცილდეს ეგრე და გადაციების რისკი არსებობს. შემდეგი არის ესეთი რომ რა ცუდია რომ არ გავთხოვილი ვარ და უკვე ბერდებიო, ეს კომენტარი იყო იმაზე რომ თქვი რომ აი 30-35 წლიდან ბიოლოგიურად ადამიანი ბერდება. ბიოლოგიურად უფრო ადრეც უფრო ახალგაზრდა ასაკიდანაც ბერდება ადამიანი, მაგრამ შესამჩნევია უფრო 35-დან. დღეში 5 წალ პორტოხალს მივირთმევ საშუალოდ და ნორმალური არის თუ არაო? ნორმალური თუ დიაბეტი არ გაქვთ, ან დიაბეტის რისკი არ გაქვთ, ნორმალურია. უბრალოდ C ვიტამინს ღებულობ ცოტა იმაზე მეც, ვიდრე საჭიროა და შაქარს. შაქარს სადღაც 60 გრამს ესე დაახლოებით. ხო, გააშენ კიდე პორტოხალს, გააშენ რამდენად ტკბილია, გააშენ რამდენად დიდია. მაგრამ შაქარს მაინც ბევრს იღებთ, იმიტომ რომ სხვა რამესაც ხომ ჭამთ დღის განმავლობაში და მაგ კუთხით ცოტა ბევრია, მაგრამ ჯანმრთელი ადამიანისთვის პრობლემა არ არის. და ცინარუზინი როგორი პრეპარატიაო? ცინარიზინზეა საუბარი, მე მგონი. და ერთ წამით მოვაძებნო. მე მგონი სხვა პრეპარატზე გაქვს საუბარი. ხო, ცინარიზინზეა საუბარი, ცინარუზინი ან მე არ ვიცი, ან სხვა არის და თუ ცინარიზინზე გაქვს საუბარი, მაშინ ეგ ვიცი რაც არის და ეგ არის კალციუმის არხის ისა ბლოკერი და ის არის ჰისტამინის ბლოკერი. ეგ რას ნიშნავს ახლა რომ მოკლედ თავის ტვინში ვესტიბულურ აპარატის მგრძნობელობას ამცირებს და ეგ რაში გამოიხატება? იმაში, რომ ნაკლებად ეხება ადამიანს თაბრო. და აი გულისრევის შეგრძნება ნაკლებად აქვს ადამიანს. მეორეს მხრივ ეს კალციუმის არხის ბლოკერი როა სისხლძარღვებს აფართოებს და აუმჯობესებს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას და აი მაგორი რამის გამო გამოიყენება ხოლმე თაბროსხების დროს, სხვის დაავადების დროს და მენიერის დაავადების და თავსხმების დროს. ეგ არის საკმაოდ ეფექტურია, ცუდი წამალი არაა ნამდვილად, უბრალოდ შეიძლება იზილიანობა და ეს დამშვიდებელი ეფექტი შეიძლება კონდეს და იმასთან მანქანასთან დაჯდომა არ შეიძლება, იმიტომ რომ ყურადღების მოდუნება შეიძლება გამოიწვიოს. აი ეს არის დღეს რისი თქმაც მინდოდა. მადლობა რომ მისმენთ, მადლობა რომ ჩემთან ხართ, ვისაც მოგწონთ ჩემი ვიდეოები დალაიქეთ, ვისაც მოგწონთ არხი გამოწერეთ და ანუ რეალურად თქვენ შეგიძლიათ რომ ხარი დამიჭიროთ აი ამ საქმეში რაც ვაკეთებ, იმიტომ რომ რეალურად ეს ხომ ადამიანების სიცოცხლის გახანგრძლივებას ემსახურება ან სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებას. არც ერთია უნიშნელო, ორივე ერთმანეთზე მეტია, მეტი რა თანატოლია თითქმის. ხო. შესაბამისად, თქვენი ლაიქები, თქვენი კომენტარი ან თქვენი გაშიარება ან მოწონებას ყველაფერი მნიშვნელოვანია. მადლობა.